ეს ავტომობილი 400 ლარ შეულობს. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა მთელი დღე თქვენ საწვავი რო ჩაასხათ. ამ შემთხვევაში თქვენ არ დაგრჩებათ 400, ნახევარი დაგრჩებათ. მაგრამ ამ ავტომობილი თქვენ 400 ლარს იშოვით. რაც შეეხება რატომ უნდა იყიდონ ჩვენთან? რატომ? მოდი, ახსენი. მოგესალმებით პირველ რიგში. რატომ? სადაც ვართ და სადაც არის ეს ავტომობილები ახლა განთავსებული, ყველა უყურებთ, ეს არის ჩვენი ავტოსერვისი, სადაც არის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი და მათ შეუძლიათ მიხედონ ამ ავტომობილებს, შეაკეთონ, გაუკეთონ სერვისი, დიაგნოსტიკა და ეს ავტომობილები გარანტიის პირობებში კეთდება ჩვენთან. ავტომობილებზე არის გარანტია და პლუს არის ავტოსერვისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვათ დაამტვრია ავტომობილი და იძახიან რომ დაამტოვ საიდან მოიტანა ავტონაწილებს. გააქვს ავტონაწილები? დიახ, ამის ავტონაწილები გვაქვს, ნატახტარში გვაქვს ფართი, გვიყენია მანქანები და გვაქვს უამრავი ნაწილი. ჩვენ ნატახტარში გვიყენია ავტომობილი, რომელიც გაფუჭდა, მიარტყეს, მოარტყეს, არ უღირს გაკეთება და შეგიძლია შენ წახვის ნაწილი მოხსნა და დაუყენო და გაუშვა, ხო? თან ძალიან კარგ ფასში, ხო? დღეს ბაზარზე ჩინური ავტომობილები არის ძალიან პრესტიჟული. რამდენჯერ დავტესტეთ? რამდენჯერ წავედით ბათუმში, ერთი ჩასვლით ჩავდივართ, ტენით ჩამოვდივართ. მადლობა ბიჭებო. მინდა გითხრათ, ეს ბიჭები ჩემი მეგობრები არიან, ახალგაზრდები არიან. ესენი უშუალოდ არიან ელექტრომობილის გაყიდვებში და მათ ერთი მოსწავლე ყავთ. ბატონი ლუკა თელმა ნახევარმა სოფლიომ გაიცნო. ლუკა სანამ აქ მოვიდოდა ერთი შეყვარებული ყავდა, ახლა ყავს 1000 შეყვარებული. ლუკა, რას ეტყოდი შენს მეგობრებს, შენ ტოლ ბიჭებს? აი ამ მასაკიდან შეიძლება მუშაობა? მე ვეტყოდი რომ თავისი ნაბიჯების აზრს არ უნდა შეეშინდე და სულ წინ უნდა იარო. კარგი. ახლა მაყურებელს უთხრათ. მე ახლა კიდევ ვამბობ რომ ბიბლიაზე დავდებ ხელს, რომ მე ლუკას არ ვიცნობდი, არც ლუკასთვის ჩემთვის არავის არ დაურეკია, კაფეში გოგოებთან ვიჯექი ჩვენს თანამშრომლებთან და დაცვა მითხრა რომ ლუკა გელოდება, შენი ნახვა უნდაო და ესე მოხდა ლუკა აქ. ლუკა, მოდი, ჩვენ ესეთი რამე გავაკეთოთ, ხო? ჩვენ ხო დავდივართ ბათუმისა და ქუთაისის ჩვენ ცენტრებში. მოდი, ჩვენ ბათუმის ცენტრისთვის და ქუთაისის ცენტრისთვის